პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციული ბრიფინგი გამართა, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი თეონა ცხომელიძე ესწრებოდა. საქართველოს პრეზიდენტის სახელით დღეს მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიუსამძიმრა კონგოში ავიაკატასტროფისას დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. მანანა მანჯგალაძის განცხადებით პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დეტალურად იქნება შესწავლილი და რაც შეიძლება მალე იქნება შესწავლილი თუ რა გამოიწვია ეს ტრაგედია. პრეზიდენტის სახელით თანაგზნობა გამოუცხადა გუშინ კონგოში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, როგორც იცით, კომპანია აირზენას თვითმფრინავა, რომელიც გაეროს მისიას ემსახურებოდა, გუშინ მორიგი რეისის შესრულების დროს კატასტროფა განიცადა. დაღუპულთა შორის არიან ეკიპაჟის წევრები და 4 მემარდანი საქართველოს მოქალაქეა. გარდაცვლილები არიან ასევე გაეროს მისიის წარმომადგენლებიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველა დაღუპულის ახლობელსა და ოჯახის წევრს თანადგომასა და თანაგზნობას უცხადებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მოხდა და რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი და ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ამ ტრაგედიის მიზეზებს დაადგეს. დღესვე მანანა მანჯგალაძე ასევე შეეღო ტერორისტულ აქტების სერიას, რომელიც იყო დაგეგმილი რუსეთის მხრიდან და ბოლო შემთხვევა, რომელიც იყო ქუთაისში აღკვეთილი. ამასთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის სახელით მანანა მანჯგალაძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს და აღნიშნა, რომ ეს იყო ტერორისტული შეტევა მშვიდობიან ობიექტებზე. გამოძიების შედეგად იკვეთება, რომ ეს ყველაფერი ერთი სქემის ნაწილია. კვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისკენ მივყავართ და ყველა საფუძველი არსებობს ვარაუდეთ, რომ განსახორციელებულად დაგეგმილ ტერაქტებში რუსული სპეცსამსახურები და მათი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა, რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს დაცული თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოება. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაძლიერდეს და ეს პროცესი სულ უფრო მეტად მოქნილი და ადეკვატური უნდა იყოს იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას გააჩნია. თქვენ იცით, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ რუსულ მხარეს სრულად გადასცა ის მასალები, რომელიც წინა ტერაქტების გამოძიების შედეგად გამოიკვეთა და რუსეთის ფედერაციას მიმართა ერთობლივად მომხდარიყო ამ საქმეების გამოძიება. თუმცა ეს წინადადება უპასუხოდ დარჩა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ თავაზობთ რუსეთის ფედერაციას ამ წინადადებას, რომელიც ისევ ძალაში რჩება. დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძეს ასევე დაუსვეს ჟურნალისტებმა კითხვები. ერთ-ერთი მათგანი შეეხებოდა სამთავრობო ცვლილებებს, რომელიც შესაძლებელი იყო უკავშირდებოდეს პარლამენტში სამთავრობო საათებს, თუმცა მანანა მანჯგალაძის განცხადებით პრეზიდენტი არ გეგმავს არანაირ ცვლილებას სამთავრობაში მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა.